მაგვიძარა დაგიბრუნდათ. გარდატეხის ასაკი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია. ამ დროს პიროვნების ჩამოყალიბება ხდება. ამ პროცესში კი მოზარდს ყველაზე მეტად მშობლები უნდა დაეხმარონ. რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა ნახეთ ჩვენ სიუჟეტში, იმისათვის რომ თქვენ შულს ეს რთული პერიოდი შედარებით შეუმსუბუქოთ. სიუჟეტის შემდეგ კი ჩვენი სტუმარი იქნება ფსიქოლოგი ეკა ნინოშვილი. გარდატეხის ასაკი მოზარდის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდია. ამ დროს პიროვნების ჩამოყალიბება ხდება და ისინი საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ცდილობენ. მედიკოსები ამბობენ, რომ გარდატეხის ასაკში ახალგაზრდებს განსაკუთრებული მიდგომა ესაჭიროებათ, რადგან ფიზიოლოგიურ ცვლილებებთან ერთად მათ ცხოვრებაში ძირეული გარდაქმნებიც იწყება. ამ პერიოდში მოზარდები დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ თანატოლებთან. საზოგადოებაში თავისი ადგილის გარკვევა უნდა შეძლონ. ანუ უნდა უპასუხონ ისეთ კითხვებს, როგორიც არის ვინ ვარ მე, რისი გაკეთება შემიძლია და რას წარმოადგენს საზოგადოებაში. სიჯიუტე, უმიზეზოდ გაღიზიანება, ოჯახის წევრების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება. თუ თქვენი შვილი 13-14 წლის არის და მის ხასიათსა და საქციელში რადიკალური ცვლილებები შენიშნეთ, იცოდეთ თქვენი პატარა გაიზარდა. სწორედ მძლავრი ჰორმონალური ძვრები მოქმედებს უკვე ყოფილ ბავშვისა და ჯერ არ შემდგარი ქალისა თუ მამაკაცის ანატომია ფიზიოლოგიაზე. გარდატეხის ასაკში მოზარდებს შესაძლოა არ მოსწონდეთ საკუთარი გარეგნობა ან ცხოვრების წესი. ამ ყველაფრის შესაცვლად კი ისინი სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. იცვლიან თმის ფერს, იწვამენ განსხვავებულად, იცავენ დიეტებს. მართალია ასეთ რთულ პერიოდში მშობლებმა შვილების საქციელი აუცილებლად უნდა აკონტროლონ, მაგრამ ფსიქოლოგები მაინც გვირჩევენ, რომ გარდატეხის ასაკში მოზარდს მეტი თავისუფლება მივცეთ. ეს აგრესია ჩნდება სწორედ იქიდან გამომდინარე, როცა თავისუფლება მათ შეზღუდული აქვთ. ანუ მას რაღაცის გაკეთება უნდა, მაგრამ მშობელი არ აძლევს ამის შესაძლებლობას, ხო, რაღაც ჩარჩოებში სვავს. ასეთ შემთხვევაში მოზარდი ჯერ ერთი რომ აგრესია უჩნდება, ანუ აპროტესტებს რაღაცას და შესაძლოა მან მაინც გააკეთოს ის რაც უნდა, თუ აუგზავნოთ ამ შემთხვევაში და შესაძლოა რაღაცა გარკვეული მოტყუებაც დაიწყოს. ანუ ამ დროს მნიშვნელოვანია მშობელმა გაითვალისწინოს ეს თავისებურებები და იყოს მეტად მეგობრული, გულღია ბავშვის მიმართ და აუცილებელია მოიპოვოს ნდობა. კარგი იქნება თუ ბავშვი ეგრეთ წოდებულ გარდატეხის პერიოდში ნაკლებად ნახავს აგრესიულ ფილმებს და წაიკითხავს ბევრ წიგნს. დედებო, მიეცეთ თქვენ შვილებს უფლებას საკითხავი ლიტერატურა თავადვე შეარჩიონ. სასურველია თუ ბავშვი კითხულობს ლიტერატურას. თუმცა ამ პერიოდში ესე ან უფრო ადრეული ეტაპიდან უნდა მოხდეს ამის მიჩვევა. გარდატეხის ასაკში მოზარდი შესაძლოა ცუდი გავლენის ქვეშ მოექცეს. არ არის გამორიცხული სიგარეტის მოწევაც დაიწყოს და ალკოჰოლს მიეძალოს. მთავარია გახსოვდეთ, ჭხუბით ვერაფერს გახდებთ. კარგია თუ მოზარდთან ისეთი დამოკიდებულება გექნებათ, როგორც ზრდასრულ ადამიანთან და ყველაფერს მშვიდად აუხსნით. იცოდეთ, რომ თქვენ შვილს ინდივიდად ჩამოყალიბებაში თავადვე უნდა დაეხმაროთ. ამისათვის კი მოთმინება გმართებთ. მით უმეტეს, რომ ეს მართლაც ძალიან რთული პერიოდი ბიჭებშიც და გოგონებშიც მხოლოდ 16 წლამდე გრძელდება. შემოგვერთა დილამშვიდობისა ეკა დიდი მადლობა რომ სტუდიაში მოვიდა. ჩვენი სიუჟეტი მეშვეობით კი შევეცადეთ რამდენიმე რჩევა მიგვეცა მშობლებისთვის. თუმცა კონკრეტულად თუ ვილაპარაკებთ 12-დან 16 წლამდე რა ცვლილებებს განიცდის მოზარდი? აი უფრო კონკრეტულად რა გვიხსნათ? რაღაცა აბსოლუტურად გარდატეხ ახალ ეტაპზე გადასვლა ხდება ბავშვის განვითარებაში. ეს იწყება დაახლოებით 11-12 წლიდან და 16-17 წლამდე გრძელდება. და პირველი ცვლილება, რაც აქ არის თვალში არის ის, რომ ბავშვის გამოხატული სურვილი რომ უნდა რომ იყოს ზრდასრული.
მაგრამ ამავე დროს მისი ეს ბავშვობის რაღაცა ელემენტები და ნაწილები ჯერ კიდევ არის მასში და გავს რაღაცა გზა ჯვარედინზე დგომას, რომელიც არც ბავშვია და არც ზრდასრული და აქედან გამომდინარე მისი პიროვნება არის წინააღმდეგობები თავს ახსავსე და შესაბამისად ხო საკუთარ თავში შიგნით ვერ გარკვეულა ჯერ და შესაბამისად გარეთ გამოხატული ქცევაც არის ასეთი წინააღმდეგობრივი და ხშირად ზრდასრულებს მე ეს აბნევთ ხოლმე როგორ მოვიქცე რა ვქნა თვითონ ვერ გაუგია რა უნდა და მე რა ვქნა რა გავაკეთო ამისთვის და მშობლები მე რაღაცა პრობლემების წინაშე დგებიან ხოლმე ну პირველი რაც შეიძლება სიუჟეტშიც იყო ნათქვამი რომ ეს არის რომ მაქსიმალურად შევცვალოთ როგორც მშობელმა პოზიცია შვილის მიმართ. ანუ ყველა ურთიერთობა სჭირდება განვითარება. მათ შორის მშობლებისა და შვილების ურთიერთობასაც. და ამ ეტაპზე აი მშობლებისა და შვილების ურთიერთობა უნდა გადავიდეს სხვა ეტაპზე უკვე. აი რა ეტაპზე უნდა გადავიდეს? რა ეტაპი? იცით, ეს დირექტიული ტონი მაინც ქვედა ასაკში რომ ახასიათებს მშობელს და უფრო ეს ჭკუის დარიგების ტონი უფრო მეტად არის, უნდა შეიცვალოს. აქ უკვე უნდა გადავიდეს მეგობრულ ურთიერთობაზე. აქ უკვე როგორ არის იცით, ერთ დონეზე უნდა მოხდეს ურთიერთობა მშობელსა და შვილს შორის. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ ის არის ის პიროვნება, რომელსაც მშობელი უსმენს ინტერესით და თავის მოსაზრებას გამოთქვამს ამ საკითხთან დაკავშირებით და თუ რაღაცაში არ ეთანხმება, არგუმენტირებულად გამოთქვამს მშობელი, რატომ არ ეთანხმება და შემდეგ უკვე არჩევანს უტოვებს მოზარდს, რომ აი ამის და ამის გამო არის ესა და ეს ცუდი და ეხლა შენ თვითონ გადაწყვიტე. აი თუ შენ ამას გააკეთებ, ამას მიიღებ და შენ თვითონ გადაწყვიტე და თუ ეს იქნება ესეთი გულწრფელი დიალოგი, თუ ეს იქნება არგუმენტირებულად დასაბუთებული მშობლის მიერ, რომ მოზარდი აუცილებლად მიიღებს დავითის რაღაცა სასარგებლო გადაწყვეტილებას და მას უკვე აღარ მოუნდება რომ რაღაც დაამტკიცოს, რომ ის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მისი მნიშვნელოვნება უკვე აღიარა წინასწარ მშობელმა და თუ ეს მოხდება, მაშინ უკვე აღარაფრის დამტკიცება მოზარდს აღარ მოუწევს ამ შემთხვევაში. შეიძლება ძირითადად ხდება ხანდახან ხდება ხოლმე ესეთი მომენტი, რომ ბავშვი ოჯახში როდესაც არის, მამა არის ლმობიერი და დედა მკაცრი, ან დედა არის ლმობიერი და მამა მკაცრი და ყოველთვის აი ეს ბალანსი რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. არის თუ არა აუცილებელი უფრო უკეთესი რომ ერთ აზრზე იყვნენ მშობლები და ბავშვიც მიხვდეს რომ მათთვის კარგი უნდა თუ უნდა იყოს მაინც ეს მომენტი რომ ერთი მკაცრი უნდა იყოს და აი წადე და დედა შეკითხე და იმან გაგიშვას რაღაცა ესეთი მომენტი. როგორ უნდა აკონტროლონ მშობლებმა ეს პროცესი? ეს რაღაც ოქროს შუალედი როგორ უნდა დაიჭირონ ბავშვთან ურთიერთობაში? ჯერ ერთი რომ ისთვის რომ თუ გსურს რომ ჩვენი ბავშვი იყოს ჰარმონიული პიროვნება, ცოლსა და ქმარს შორის უნდა იყოს ჰარმონიული ურთიერთობა და შეთანხმებული ურთიერთობა. რაღაცა საკითხთან დაკავშირებით მოდი ამაზე შევთანხმდეთ. მერე თუ როგორ წავა, რა სიმწვავით წავა გარდატეხის ასაკში ბავშვის პიროვნების ფორმირება, ეს ხშირად დამოკიდებულია ხოლმე იმ აღზრდის სტილზე, რომელიც არის ოჯახში, იმიტომ რომ დამეთანხმებით ალბათ ყველა ბავშვთან ერთნაირი სიმწვავით არ გამოიხატება ეს გარკვეული სიმპტომები, ხო, გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი ვიღაცისთან ნაკლები სიმწვავით მიდის, ვიღაცასთან თითქმის შეუმჩნევლად და ვიღაცასთან მთელი ბუნტის პერიოდია და ეს აღზრდის სტილზეა დამოკიდებული ხშირ შემთხვევაში ხოლმე. როგორც წესი, ეს დემოკრატიული აღზრდა ეს არის ყველაზე კარგი შედეგის მომტანი, როდესაც თავიდანვე უსმენენ ბავშვს, ითვალისწინებენ მის აზრს და არჩევანის საშუალებას უტოვებენ მშობლები. თუმცა გარდატეხის ასაკში თვითონ ბავშვის მოზარდის ცვლილებებიც არაადეკვატურია ხოლმე ხანდახან არის ესეთი აგრესიული, თვითონაც არის რატო არის აგრესიული. ვიცი რომ ამ ასაკში თქვენ წეგან ახსენეთ რომ უნდა იმეგობრო, მაგრამ ხო შეიძლება ამ მეგობრობამაც გამოიწვიოს უკუშედეგები ამ შემთხვევაში, ბავშვმა უფრო მეტი თავისუფლება იგრძნოს, რომ მაინც დედა და მაპატიებს და მეგობარია. ვიცი რომ ამ ასაკში მაინც უნდა ეშინოდეთ ოჯახის წევრის ან ვიღაცის მაინც უნდა ეშინოდეთ, რომ უბრალოდ რაღაცა რიდი იქონდეს და ყოველთვის ახსოვდეს, რომ აი ამის გაკეთება არ შეიძლება. მნიშვნელოვანია ესე უნდა იყოს თუ აბსოლუტურად თავისუფალი უნდა იყოს 12-დან 16 წლამდე ამ ცვლილებების დროს. აბსოლუტურად თავისუფალი არა, მშობელი უნდა იყოს მხარდამჭერი, იმიტომ რომ შიში, ხო, აი შიში, თით როგორ პირობას ქმნის, რომ ის დაიწყებს მოტყუებას, თუ იქნება შიშის ფაქტორი და თუ უნდა რაიმე, თქვა, ცუდის გაკეთება, ხო, ის მაინც გააკეთებს ამას, უბრალოდ კარგად შენიხბავს. ამიტომ უნდა იყოს მშობლის მხრიდან უფრო მეტი მხარდაჭერა. მშობელი მზად უნდა იყოს თუნდაც იმისთვის, რომ მისმა შვილმა შეიძლება, ეს არის ექსპერიმენტების ასაკი. ეს არის თავგადასავლების პერიოდი, ბავშვი ეძებს და
ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება მოუნდეს რომ მოსინჯოს. მაგრამ აი ეს თუნდაც რომ თქვა დაინახა რომ შვილი ეწევა სიგარეტს, ხომ მშობელმა პანიკით არ უნდა მიიღოს. აი როგორ უნდა შეხვდნენ მშობლები თქვათ აი ბავშვის მიერ ჩადენენ რაღაც ან სიგარეტზე დაიჭირეს ან ეს უკვე ფაქტია, ხო? ფაქტია, რაც უკვე შედგა. ამ ფაქტზე ისეთი ისტერიული რეაქცია არ უნდა მისცეს მშობელმა, უნდა დაჭდეს შემდგომ და დაელაპარაკოს გულწრფელად, რატომ არის ის შეშფოთებული და რა შეიძლება ამ ფაქტმა მის ცხოვრებაზე რა გავლენა შეიძლება მოახდინოს და გამოიწვიოს და თვალსაჩინოდ დაანახოს ის შედეგები, რომელიც შეიძლება მოუტანოს. და ამავე დროს ბავშვმა უნდა იგრძნოს ის, რომ მას აქვს შეცდომის დაშვების უფლება. უბრალოდ მშობელმა გზა უნდა დაანახოს, როგორ გამოვიდეს ამ შეცდომიდან. კი არ უნდა დასაჯოს ესეთი თითისგნევით და დირექტიული ტონით კი არ უნდა დაიწყოს იქ სკანდალების გამართვა, იმიტომ რომ თუ მშობელი სკანდალს გამართავს, ეს არის ბუმერანგის პრინციპით. შვილიც იგივე ფორმით დაუბრუნებს ამ აგრესიას. პირველად რომ მოუწიეთ ამბაქო, მართლა არ მომეწონა თაბლო დამეხოთროს და პირდაპირ მივედი ეჭვ და გამოუტყდი, რომ ეს მანამდე ესეთი ფორმა იყო ურთიერთობის, როგორც ჩანს, ანუ ეს გულწრფელი საუბარი დედასთან, ეს არ იქნებოდა პირველადი, ანუ მანამდე ალბათ იყო მსგავსი სიტუაციები, იმიტომ რომ როგორც იცით, ეს გარდატეხის ასაკში არ იწყება ამ ურთიერთობის აგება, ხო? ეს მანამდე უნდა იყოს, ზუსტად აი ეს ნდობის ფაქტორი მანამდე უნდა იყოს. პრობლემური საკითხია, რომ სპეციალური კვლევებიც კი მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით. აი საკმაოდ უცნაურია თავშესაფარი, რომელიც კანზასში მდებარეობს, აქ მიდიან ის მოზარდები, რომელთაც მშობელთან აქვს პრობლემა. ატარებენ რამდენიმე თვეს და როდესაც უკვე დარწმუნდებიან, რომ უნდათ სახლში დაბრუნება, შემდეგ ბრუნდებიან სახლში. თქვენ მეგობრობა ახსენეთ, იქნებ შვილს არ უნდა დედასთან მეგობრობა, იმიტომ რომ გულისხმობ რომ მეგობარი არის, როდესაც საერთო ინტერესები აქვს. თუ კი თქვენ მშობელი არ იზიარებს იმ პრინციპს და მხოლოდ ღიმილით შემოიფარგლება, მაშინ რა უნდა ქნას მოზარდმა? ანუ ამ შემთხვევაში არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია გარდატეხის ასაკზე საუბრის დროს, ეს არის ასაკობრივი გარემო. როგორი თანატოლთა გარემოა და როგორი მეგობრების წრე ყავს. იმიტომ რომ მშობელი თავიდანვე უნდა ზრუნავდეს და ცდილობდეს, რომ მისი შვილი იმ გარემოში იყოს და ისეთი მეგობრების წრეში ტრიალებდეს, რომელთა თქვათ ღირებულებების სისტემაც მისაც შეესაბამება. თუ ბავშვი აღმოჩნდა, რა ღირებულებების სისტემაც აქვს მშობელს იმისგან რადიკალურად განსხვავებული ღირებულებების მქონე მოზარდთა გარემოცვაში, მაშინ უეჭველად წარმოიშობა კონფლიქტი და ხშირ შემთხვევაში გაიმარჯვებს ის, რა ღირებულებებიც აქვს თანატოლებს. და აი ამ შემთხვევაში უკვე არის სერიოზული სამუშაო ხოლმე იმისთვის, რომ რაღაცეები შეიცვალოს და კორექცია მოხდეს, იმიტომ რომ თანატოლთა გარემოს აქ ავტორიტეტი ხდება თანატოლი. შედარებით უფრო მეორე ხარისხოვანი ხდება ამ დროს რძასრულის და მშობლის ავტორიტეტი და ეს უნდა აუცილებლად იქნას წინასწარ გათვალისწინებული მშობლის მიერ, როგორი მეგობრები ყავს მის შვილს. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ეკა სტუდიაში მობრძანებისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ფსიქოლოგი ეკა ნინაშვილი. ამ კვირეულის თემებიც ამოვწურე, ორშაბათიდან მე ახალი თემებით დაგიბრუნებით ქალბატონებო, რა თქმა უნდა თქვენთვის. ჩვენ ცოტა ხანში დაგიბრუნებით რეკლამის შემდეგ ამიდის პროგნოზით და პრესის მიმოხილვით. დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში და მოდით გავეცნოთ ამინდის პროგნოზს. დღეს თბილისში დილიდან საკმაოდ თბილა და მზიანი ამინდია. დღის განმავლობაშიც მზე ჩანს, მაგრამ შეიძლება ცვალებადი მოღრუბლობა და მცირე წვიმაც იყოს. დღისით 22, ხოლო ღამით 13 გრადუსია მოსალოდნელი. რაც შეეხება ქუთაისშიც წვიმაა მოსალოდნელი, თუმცა მზეც არის ამავდროულად. დღისით 17, ხოლო ღამით 12 გრადუსი სითბო. ფოთშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით 15, ხოლო ღამით 12 გრადუსი სითბო. რაც შეეხება ბათუმში ტემპერატურა დაიკლო, დღისით 14, ხოლო ღამით 11 გრადუსი იქნება და ცვალებადი მოღრუბლობა და მცირე ნალექი აქაც შეინიშნება. რაც შეეხება სოხუმში დღისით 16, ღამით კი 11 გრადუსი იქნება. რუბლიანი ამინდი და წვიმა აქაც შეინიშნება. გუდაუთში ტემპერატურა მოიმატა, დღისით 11, ხოლო ღამით 6 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. გორში დღისით 18, ღამით კი 11 გრადუსი სითბო და აქაც ზეანათებს. რაც შეეხება თელავში წვიმიანი ამინდი, თუმცა ამავდროულად ზეც გამოანათებს, დღისით 21, ხოლო ღამით 12 გრადუსი სითბო იქნება. როგორც ხედავთ, დღეს საქართველოს რამდენიმე დედაქალაქში წვიმაა მოსალოდნელი, თუმცა ზიანი ამინდიც ყველგან ნავარაუდებია. ამ და სხვა ქალაქების რამდენიმე დედაქალაქი არა აქვს მანიკა ჯერ საქართველოს ერთი დედაქალაქი. რამდენიმე ქალაქი. მაპატიელება.
თუმცა თბილისში დილიდან საკმაოდ კარგი ამინდია და მზეა. ამ და სხვა ქალაქების ამინდის პროგნოზს კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი.